გამარჯობათ მეგობრებო. მოდი გავაკეთოთ ალადიკები. რა გაქვს აჩვენე? 3 კვერცხი უკვე. მოიტანე. რომ გავკეთე? აი. 3 კვერცხი გავაკეთეთ. ამჟამად. ეხლა ეს არა, ჯერ მარილი უქენიდე. ჩაღარი ხელი? ეს. ხო. მაჩვენე რამდენი ამოგაქვს? ის ცოტა, მეორე იმდენიც უქენი. დედო ეხლა თქვათ ჩაყრის. ამოიხენ? ხო, ჩაღარ. აი ასე. ეხლა ჯერ არა, სოდა იქნათ უნდა. აქ უნდა დაასხა მაწონი. ამდენი ხანია მიყურებ და გავაკეთებო ეხლა, გაიძახი. როდინდელიდან იძახის, რომ თვითონ უნდა გაკეთება. ზურგით თუ დადგები, შვილო, უყურე, ეს დაასხი, დადე. ახლა ეს ააყირავე და ასე უქენი. ესა. მიდი. ეხლა უყურე, ბევრი გამოვიდა. ეხლა შიგნით კოუზით გამოფხიგე და დაასხი. ხო, მიდი გააკეთე. ჩატოვო უყურე. აი ასე. ეხლა იქ უნდა სოდა. იქედან გამომდინარე რომ სოდა მართლაც ერთი კოზი გვაქვს. მეტი არ არის? თლიანად გავაკეთო? ხო, ოღონდ იქეთ რო ჩანდეს ისე ზურგი თუ დადგები რას ნახავენ. ხო. ჩაღარე. ეხლა მოურიე. ამით? ხო. კარგად მოურიე, რომ სოდამ აქტიურობა დაიწყოს, ბიჭი. გასარცხები მაქვს ცოტა და მაინც აკეთებენ ღამე. ის ალბათ სახლში აქვს ვიღაცას ეხა. ეს გადავდოთ ეხა. აი გინდა შენ ეხა შაქარი. შაქარი გინდა დედიკო კოვზებით. ჩვენ იმიტომ რომ დავამატეთ 1 ცალი კვერცხი, 2 კვერცხთან უშვებოდი 7 კოვზს. 1 კვერცხი რო დავამატეთ, დავუმატოთ 3 კოვზი. მიდი, ამოიღე სავსე. 1 ჩაღარე. კოვზი არ ჩაყო იმაში ოღონდ კვერცხში. 2 ითვალე. 3 4 რამდენი? მიამატე 6 3 5 6 7 7 ეს 3 დაამატე ბიჭო. კიდევ კაი რომ ვითვლი. 8 9 10 მოგვედ ესეც ასე. ეხლა ეს უნდა ჩავყარო ეხლა შაქარი არ მიყრია. სარიები მიდევს საშაქრეები. მიდი შენ ჩართე და იმიქსერი ამუშავე. აგე დაგექი რო ჩანდეს. ადა დედიკო ამას უნდა დაგიქო.
მეთერთე. ეს კაია. ეხლა დამაცალე და მე მოვაძრობ იმას. და რას ვაკეთებ ღმერთო ზემო დავაჭირე მეგონა ამას. გული გამისკდა. კაი. ეხლა რა მეკრო? მაწონი. მაწონი ჩაასხიდე. ყველა. ხო. კოზით. მოიწიე. დედიკო, თუ არ იცოდი რა დამეხვეწებოდი გავაკეთებო. მოურიე. სულ მიყურებ და ეს ვერ დაიმახსოვრე. მოურიე კარგად. და გაიწიის, არ მოგეწონება მაწონია მანდ. დაექცა ცოტა შენ ძმას. მე. ხო. ზეთი. თვალის რომით ვაკეთებ მე თქვენ როგორც მინდა. ჩემით. გაუშვი და შენი ძმა აკეთებს. ესე. აბა რა უნდა გოდე კიდე? ой, медиа მაქვს. ვანილი. კი. შეშველა 1. მარტო 1. შენ დიდი ხარ? ერთი გვაყოფა? კი. კაია? დედიკო, კაია? დედიკო. კიდე და კაი. მე ცოტა კიდე. სო. ეხლა მოვიღო? ცოტა დამჩაიქი. დაიცა. ზაბი. არა მოვიღო და არ მოწუწო ეხა აქაურობა. ისამდე მოვრია. ხო. ეხლა ისევ მორევა. მამე მეჩო. მე. ფასტავადიკო. და მიდი ჩახარე, კი. რამდენი? ჩაყარე კაცო. 1 მეორე. ჩაყარე გოდეს ქენი მასახო უნდა გამოიყვანო. 3 4 ოურიე ხა. ოურიე. და მე ჩავამატოთ. ნერა მოურიე. შენიჩი გოდე. მიდი. შენიჩი გოდე. გადი. გამოდი იქეთეთ. ვითომ იყოს შენი გაკეთებული. ახლა დაიმახსოვრე და მომდენოზე მართლა შენი გააკეთე. გაიგე? კი. მე სალვიჩი. აი ცეკვაზე რას გასწავლიდნენ? რამე ახალი ისწავლეთ? რამე ახალზე გადახვედით? ეხლა რო იყავი გუში. თუ იგივე იცეკვეთ რამე? ვიდა? რა? რა არის? No. That can show me. Sorry.
დაიწიე რა გოდერძი. და შეინახე მაგდანა. თქვენ რაღაცა ამ ბოლო დროს დანები და იმით თამაშობთ. რა, ცომი გინდა გასინჯო? ცომი არა. ცომი არის არა, კრემი კი არ არის. ჩომია ხო? ჩომია. კენგურუ ხარ? კი? კენგურუ. კენგურუ ეს. ორაუნდა. Wait! ვერ გავიგე სად რა კეთდება, სულ მეგონა რომ ჩვენს იმას კორპუსს რო ხურავენ, ის იყო და თურმე ის არ არის, ალბათ სადღაც რაღაცა კეთდება. დედა. ჩომია ეს. ვერ გავიგე ისი ხმა, დანგრევის არის, შენების არის თუ რის? ესეც ასე. მე როგორც ყოველთვის გასარეცხები, რომც არ იყოს ბევრი, ეს ისეთი პატარა ნიშარა, ეს შემიბინა რომ იყოს ერთ ნიჟარას გავაკეთებდი და დიდს აი შავები და დიდი რა ხო შავი არ არის ჩემ. მაგას ღია ფერი მიჩვენია. შავი მე სულ ცოტა რამეზე ხა ეს გაზის ზედაპირიც კი რაღაცა ჩავასხე. ისე ადვილად იმტვერება აქ რომ აი ვერც წარმოიდგენთ. რა თქმა უნდა ზეთში ვაცხობ. რა თქმა უნდა ზემოთ არ ვაშრობ. მაგას არ ველოდები, ზემოთ გაშრობა არ უნდა დაველოდოთ. აი ასეთი სქელი ცომი. გულაჰალ. აი ესეთი სქელი ცომი გვაქვს. აი ასე დავდებთ. აბა დედა. რა დედა საჭმელი ვაკეთე. უკვე შევჭამეთ შოუში. სულის მედი არ გინდა რამე? აი ასე. 3 6 ცალი დავდე. დავახუროთ. და დაველოდოთ. ტელეფონი დასატენი მქონდა, მაგრამ იმდენად სული ამომხადა ფანკეიკები გავაკეთოთ, დედიკო გავაკეთოთ, მე მაინც აგერ ჩემი გასაკეთებელი გახდა. მეგონა რომ სულ რომ იყურებდა იცოდა. კარგით. ეხლა მე ბევრი არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი დღეს. იმიტომ რომ სახლი დავალაგე. ვანა ტუალეტი გავხეხე. ძალიან ადრე გავაკეთე. ხო და ეს იატაკებიც მოვწვიდე ყველგან და ეგრე მოვედი. რა თქმა უნდა კასაფენი კიდე გარეთ გავფრინე და კიდე რეცხავდა ჩემი მანქანა დიდხნიანზე დავაყენე.
ოღო, ჯერ 31 წუთი. ჯერ 31 წუთი. დავაყენე 96 წუთიანზე. ხო და სხვათა შორის სურნელოვანი არ მაქვს მე ახლა და იმით ვრეცხავდი 60 წუთიანზე. და სუნი არ მომწონდა. გინდა დამიჯერეთ ეხლა და გინდა არა და არ მომწონდა გარეცხილის სუნი. ეხლა ისეთი კარგია. ხო, გუშინ თეთრეული, ანუ თეთრი ფერის თეთრეული რომ გაჩვენეთ მე თქვენ. რამდენი წლის არის 2006-დან მოყოლებული. მაქვს მაგი. სულ გამოყენებაში იყო, მაგრამ დაცრეცილის კი არ არის ახალი ვითა. და აი ის ქლორში მე იქ გადავხარშე საათი და 65 წუთი იყო, მე მგონი, ანუ 1 და 65 რო ეწერა ამ იმაზე ჩავდი. მაღალ გრადუსიანზე იყო თან. რატომ? არ ვიცი, უბრალოდ თეთრეულია და იმიტომ. ხო. ძალიან კაი გამოვიდა, რა ვიცი. სულიც კი კაი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სურნელოვანი არ მქონდა. ხო და ეხლა რო აკრატებული მქონდა ორნაირი იმით რო ვრეცხავდი. ეხლა მივატოვე. გადავედი იმ დიდ საათიანებზეც. და მომწონს კარგია. კაი, ამოვრეცხავ ამათ 1 წუთი და მოვალ მე. ავიღოთ თორე მე მგონი ჯერ ვერ დავამთავრე რეცხვა. ქვაბები რო არის იმდენად ისეთია თანგავს რო ვაჭობ მეშინია რომ არ იმას საუქნა. ესე გამოიყურებიან ეხლა დავდოს კიდე ჩვენ. წელი მაქვს და მე მგონი დაეცვეთა. წამლები მივეცი, მაგრამ ეხლა წამში ხო არ ჩაუცხრებათ ამათ ხველება. ამიტომ ცოტა უნდა მოვიწმინო. ისევ 6. დავამთავრე 1 წამი. ცოტა დამრჩა. 1 ქვაბი აი. აი ეს 1 ქვაბი ოღონდ. ეცა წყალს დავასხამ და გაჩვენებთ. გავქნა, ასე მემართება. კაი, ძალიან არ არის დამწვარი და ეს უცებ მოსცილდება, მაგრამ არაფერი არ არის ესენი. 50-ად არ ვიყიდებ, თუ 45-ად. მაგული დეიდას არ ვიყიდე ეს. დაგიწია სიცხემდე მაჩენილი დავა კი ხელი მაჩენე კი დიდიკო დაგიწია თბილინგა ხელი დე დედას გოგო თავისით კიდე გრძნობს ბავშვი რომ სიცხე აქვს ასეთ რაღაცას წარმოიდგენ ხალხო უხელ ხამი სადღაც პირველი საათის მერე. ჩემი. ჭამე დე.
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი მეუბნება, დედიკო სიცხე მაქვს, გამოეღვიძა და წაიღე, გეგასაც აჭამე, კარგი? გეგა, შეგვიგვადი. ხოდა? დიდი არა არის. გაუზომე სიცხე ქონდა. გეგა, მეკვია. ბლინი? ხელი? არა, მეკვი პანკეიკი. პანკეიკი და ისეთი გინდა დიდი? აი, ეხა იმას რა ვიღებ შენთვის გამოვაცხო დიდის. ერთი და დიდი უნდა. კაი, დედიკო, დიდის გამოვაცხო, ეხა რო გამოცხება ეს, დიდებს ხოდებენ ტაფაზე, პანკეიკებს. აი ის უნდა ალბათ. მაგრამ ის ერთის გარეშე აკეთებენ იმას. ესეც გამოცხებას ერთის გარეშე პოპულარო არის მაგიტო ვიძახი. ჭიქა მოდი, ეგერ სუფთა ჭიქები დავდე ისიც. ნუ იცი ხოლმე ესე ტირილი, წივილი, კივილი ყველაფერზე, აქეთ მოდის წყალი და დალიე. ბიჭოს, უნდა ავავსო ეხა ბოთლები და უნდა შევდგა. დედას გულისული, დიდი ბიჭი რო გაიზრდები, რა გამოხვალ? ვინ გამოხვალ დიდი ბიჭი რო იქნები? ჰა ბიჭო, იმუშავე, მოდი აბა მელაპარაკე, მოდი. ეს ვიდეოში, ანუ რაღაცას ხო უყურებენ ესენი და დაინახეს გრილი. ყოველთვის უყურებენ მულტფილმებია თუ რაღაცა საჭმლის კეთებასთან დაკავშირებულ რაღაცებს, მოკლედ. საჭმელი მზადდებოდა გრილზე ბარკლები. ხოდა გეგა მეუბნება, რომ დედიკო ეს იყიდე. დედიკო შენ რო იმუშავებ და მერე ბევრი ფული რო გიქნება, მე მიყიდე მეთქი ეგ. იმაშიო, კარგი ფრიები მზადდებაო და ხორცი და კიდე რაღაცა თქვა, მაგრამ ინგლისურად თქვა და არ ვიცი. ხოდა. მე არ ვიცი მაგის გამოყენებაც კი არ ვიცი, გინდა დამცინეთ, ეხა არ მქონია და გამოყენება საიდან ვისწავლიდი. ხოდა ეს მოეწონა. მე ეხა ადამ შეადგინა პროექტი. ამ სახლში ფრეები უნდა შეცვალოს. მოკლედ, ახალი უნდა დივნები. ხო, ესეც არ ვარ გავა იმ ოთახში რო არის და ახალი ჩამოვკიდოთო დედიკო. იმას რო გავაკრავთო, სამივე შვილები მომიკვდეს, ამას თუ მიტყუებოდეს. სამივე შვილების სიცოცხლეს გეფიცებით და ესენ წარედ არასოდეს დავიფიცებ ყურზე. უბრალოდ აი გამიკვირ და დას ესეთი საუბარი. მაგრამ დედას გავს. დედასია. ყველაფერი უყვარს სისუფთავესთან დაკავშირებული. როგორც დედიკოს. ხოდა ადგენდა ეხა პროექტს. იმ შპალიერს რო გავაკრავთო, დედიკო, ჩემი სახლი იქნებაო ლამაზი, ჩემიო. მე ვერ ვეუბნები, რომ არა შენის. არც ვეუბნები, რატო გაიგეხოს ბავშვმა გული. ხოდა მე ლამაზი სახლი მექნებაო მერე. მერე აბანოშიც შევარდა და ეს უნდა გამოცვალოთ, ანუ სულ მაგვანაზე ვჩხუბობ მე, რომ აი არასოდეს არ არის ახალივით ხალხო და როგორ იქნება ახალივით, როცა ძველია და საუკუნის დროინდელი და ვინც აქ რო გადმოვედით უყურეთ იმ ვიდეოს რა იყო და მე როგორი გავხადე, ისიც გეცოდინებათ. მაგრამ მაინც არაფერი არ არის იქ. კიდე რაზე თქვა, კარები უნდა შევცვალო. ხალხო განამაგდენს დავაკეთებ, არა, ვერც. სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ უბრალოდ საუბრობდა და ეხლა. ხარდებს ვიყიდი, რა თქმა უნდა, საერთოდ აუცილებლად. ეხლა ხონდა მე ეხლა გადადებული მისთვის, მაგრამ სხვას დავუთმე და აუცილებლად ვიხიდი საახალწლოდ იქ ფარდებს გამოცვლი. ჭაღს გამოცვლი მეთქი ტყუილია, მაგი არა. თან სხვისი ნივთია და
მე ამდენი რამე სად შევინახო. ასე რომ ჭახი არაფერს არ მიშლის, ოღონდ ეგ არის, რომ იმ ჭახში მხოლოდ ერთი რამ თუ რა ანათებს და ესეც ჩვენ გავაკეთეთ. მე მგონი მარტო აქ იყო სამზარეულოში. და საწოლო თახშიც იყო, არ მახსოვს. სინათლე. არ იყო ჩვენ რო გადმოვედით, ორი ღამე არ გქონდა, ანუ ვისაც შევუთანხმდით რომ გაეკეთებინა, არ ეცალა და მე მოვიდა, მე გაგვიკეთა. აბანოშიც არ იყო, იქაც გაგვიკეთა. აქ ცხოვრობდნენ ჩვენს გადმოსვამდე, ცოლქმარი ცხოვრობდნენ და მიკვირს შუქი არ მახსოვს რომ არ ენთოთ. აი არ ვიცი, აბა რა მოვიდა მე. თუ ენთოთ ისიც არ მახსოვს. და სულ მეგონა რომ კაცი იყო ჩამოკიდებული, ანუ ესეთი ხეაფარდები რო არის, თუ რამე გიკიდია ფარდაზე ჩანს და იქიდან რომ ვიყურებოდი ხოლმე, სულ მეგონა რომ კი მაგრამ რატო არ იძვრის ის კაცი ადგილიდან, თურმე რომ ვაკვირდები, ხა თითქმის ყველგან არის ესე ფარდებს. დასაცველი უცებისაც უნდა რომ გაშლეს. მე არ ჩამომიკიდია, რა თქმა უნდა, ეს ისეთი ფარდაა, რომ რამე რო ჩამოკიდო, რა ვიცი. რომ გააფუჭდეს არ მინდა მაინც არა ეს ეხა ცუდი ფარდა. მეორადებში რო ვიყიდე, მაშინ ხო გახსოვს. ხო და ასე რომ მაგრამ ეხა მივხვდი. თუ რატომ ეკიდებოდნენ თურმე ფარდებზე კაცები. ეს მაგლა იმიტომ იმას ვქენი რომ რა ქვია ენახებინა ეს მაწონი ალბათ საუკუნის იყო რაც მან გამოვიყენე ხა დიდი ხანი იყო რაც მქონდა და ამიტომ ვუი ვიღაცა მომწერა ინსტაგრამზე მადლობაო რომ და ძალიან მიხარიაო რომ ჩემი სიმღერები გაქვთ გამოყენებული მაგრამ იქ რაზე მაქვს მაგის სიმღერები გამოყენებული აზერზე არ ვარ ვიდეოზეო თუ რაღაცა მომწერა და სხველია ვიღაცა დედა აი ესე ყოფა. ამავე წა ბავშვებს გეფიცებით. ჯანდაბა. აი, იმას გამოვწოდაც მოსჭი. Pick up ეს ერთი და გამივარდა ტელეფონი. ეს ერთი კი გამოვა ცოტა დიდი და რაც იქნება ის არის რა ვქნა, აბა მეტი არ მაქვს. სომი. ნახოთ აბა რა არის. როდის გაიზრდება მოკლეზე გამომივიდა ამ იმების შეჭრა. ოფ. ეს მიყვარს რა ჩანს ფუმფულა ხახო მაგიტომ მიყვარს ზეთში პიშიდნება მე ხალხა ცხელი მარაკაია ჩემთვის ახლა შაქარი აკლია შეიძლება ცხელი რო ამაგიტო ანდა გოდემ არ გაავსო ის კოვზი. მოკლედ ეს შემოკარგებო. წავედი. გეგას იმას რომ გამოაცხრი მას გაჩვენებ და წავედი.